მადრიჯანი წემე თამაშა პირში. არაადეკვატური ფასები აქვს ქუთაისისთვის. ქათამი არის მაყულის соуში და რაღაცებია კიდე. მოდია. გიორგი, სულ მაინტერესებდა ეს თქვენი ლუდის დაგემოვნება, რომელს მირჩევთ? ასეთ ამინჩის სტაუტი, შავი. აი. რამდენი უნდა იწვიო? როცა ხშია ზაქარიაო, ხო გაკანაგონი. ნერი კონსისტენცია რაფერ მიცენ? ჭადს, რა ვიცი. იმერეთი არის კულინარიის ცენტრი. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველაზე გემრიელი ფესტივალიდან, რომელიც სტარტდება ქუთაისში. და რა თქმა უნდა, მე ახლა ისე ვერ გამოვტოვებდი ამ ამბავს. თუ გაქვთ ნაყურები ჩემი ვიდეო, შარშანაც ცუდი ამინდი იყო რა. იქნება რომ ერთხელ იყოს კაი ამინდი ამნაირ ფესტივალებზე. წევიდეთ ახლა და ერთად დავაგემოვნოთ იმერული გემოები. Всё, მევედით და დავსინჯოთ ქათამი ღონაშო საუთი. გამარჯობა. ეს ნათია სამზარეულო ქუთაისში არის? კი, გელათის 40 ნომერი. ქათამი მინდა ღონაშო საუთი. თითო კერძს გავსინჯავ სავარაუდოდ ყველგან რა. ყველგან რა, სადამდე შევძლებ იქამდე. დაიწყო ჩემი პირველი კერძით ყველაფერი. ნერვას დავკითხოთ. რა კარგად გამოიყურება დეჟავიუ მაქვს. ზუსტად ასე ხდებოდა შარშანაც. საღმა უნდა ჩამოიაროს და ეგი უნდა ვაჭამო, მაგრამ არ ამგონი, იმიტომ კარგად გამოიყურება ახლა. ეს ქათამი ღონაშო соуსი ხედა 9 ლარი. და სავარაუდოდ რავი ახლა რო გავხედე ყველაზე ადეკვატური ფასი შეიძლება ეს იყოს აქ ყველგან, იმიტომ ფასებს ჩამოვარე და არაადეკვატური ფასები აქვს ქუთაისისთვის. ძალიან ფრეში სუნი აქვს და ღონაშო სუნი იგზნობა რა. წვიმა და ქარი? წვიმა და ქარი თავისთავად იგზნობა და იგზნობა. საინტერესო გემო აქვს. ამას ახლა უნდა მოყოლო და ერთახოთი უეჭველი. უნდა დამსვრის. ქათმის გემო იგზნობა, ღონაშოსაც ჩვეულებრივი გემო აქვს, ურალ მარილი აკლია ჩემი აზრით, რომ გემოები გახსნას რა. ისე კაი იდეა არის. წავით ახ სხვა რამე დავაგემოვნოთ. მეგობრებო, მე ბევრი რამე მაქვს გასასინჯი და კუსიამაც გასინჯა აგერ ქათამი ღონაშო соусით და მე მგონი აქტოვანებული არის პური დაგვიტოვა და ხორცი შეჭამა. მენიუ არ იკითხება. მე მგონი საინტერესო რაღაცას მივაგენი. გამარჯობა, შეპონილი აჯაბსანდალი. კი. სანდალი არის შემოვლილი соусად თეთრი აცარას არის არაჟანი, ლაიმი და კეტრფილი ერთად და ჭადის ჩიპსები. ძალიან კარგი. ეს კერძი პავლოში გააქვთ თუ ამისთვის? მადლობა. იმერული გემოების ზებნაში ახლა მე უფრო ხორცეულობა მეყვარს, მაგრამ ამ შებოლილმა აჯაბსანდალმა დამაინტერესა და დავაგემოვნოთ, მოდი აბა ახლა აგერ. ეს თეთრი არის არაჟანი. და არაჟნის გემოზე წაიყვანა ყველაფერი. წითელი ის არის? წითელი ბულგარული წიზაგა. ეგი მაგარია, მოფიქრებული ჭადის ჩიპსი. ცივი ჭადია და რა უქნა. როცა ხშია ზაქარიაო, ხო გაკანაგონი. მაგ პონდია, რავი. ამის მუღამი ვერ გავიკე, მაგრამ მოდი კიდევ ნახოთ აბა.
მადრიჯანი წემე თამაშა პირში. ბიჭო ეს არაჟანი აძლევს კაი გემოს რა. გასასინჯად ღირს, მაგრამ ამის შებოლილი გემო ვერ გევიგეთ. არც სუნი არა აქვს შებოლილი. ვიზუალი? ონე ციტალი ბულგარულს გავსინჯა, იქნება იგია შებოლილი რა. სიტყვაზე ვენდოთ კი. შებოლილი აჯაბსანდალი ქვია და შეიძლება იმასავითაა წინა ვიდეოში იქანა. ერქვა გვიძლი და ყველიო თუ რა წყალს ექვია, მაგრამ არც გვიძლი აქვს და არც ყველიო. ამ კერტს ჭირს მაგი რა. შებოლილი აჯაბსანდალი არის, მაგრამ შებოლილის გემო საერთოდ არ იგზნოა. რანაირია წი? ქუთაისში რო იციან, ხო იცი? ტურისტი მახობს, ორფეხა გევი, ძლიერი გელაია. მაგრამ ეგ რაფერა იცი პირიქით რომ მოქმედებს რა. პროსტა კლიჩკა ამნაირი. სუდი რომე. ან გამიტეხა. ის მინდოდა რა. შებოლილის გამე განსხვავებულს ველოდებოდ და არა განსხვავებული. რანაირი წარმოგიდგენიათ აჯაბსანდალი? ნაირია რომ როგაც ცივდება. ცივია. აჯაბსანდალი ჩემი აზრით უნდა ჭამო ცივი. იმიტომ გემოები იხსნება და აქანაც კაი გემოები არის. გემრიელი არის? აი, უდაუთაა გემრიელი. აი, შებოლილი რო არ არის, მაგან გატეხა. წევით ახლა. რაღაცა მწვანილები შემხდა. შუა ადგილიდან ევიღე და ამ მწვანილებმა ძალიან მაგარი გემო მიწა. ამარაჟანთან ერთად. მწვანილები ხო არა, შებოლილი. თვითონ მწვანილებს შებოლილი? არ მწვანილია რა შებოლილი. წევით ახლა. სხვა რამეც დავაგემოვნოთ. გამარჯობა. ქუთა სად არის? ქუთაისია ხო? ქუთაისია, ტაბიჯი ფარმეტამაში. გაგესმინდა. წიწილი. მაყულის აუში. ეს კერძი იქაც გაქვთ თუ ფესტივალისთვის გაქვთ გამოტანილი? არა, რეალურად მაყურებელს გვაქვს იქაც, უბრალოდ ოდნა სხვანაირი იქნება. მოწოდება იქნება სხვანაირი. გემო მაინც უფრო იგივე იქნება. იმერული გემო არის, წიწილი მაყულის აუში. ყველა მაგითო გადავწყვეტი ახლა ეგი დავაგემოვნო და იმედია ეგი მაინც მომეწონება ისე რომ რაღაც რა ვიცი გავოცდები. მადლობა. ეს ჭადი არის? ჭადი არის მე მგონი ეკალათი. აუ რა კაი თბილი არის. წიწილი მაყვალში, ეკალათი და შებოლილი სულგუნით. ეს ჭადებით რაღაცა არის, საინტერესო რაღაცაა. მოდი ამით დავიწყოთ ახლა ამის გასწრება. ნა? ეგი არის კერძი. მაკვამასაც რა მაგარი გემოიცი? ძალიან მაგარი რაღაცაა. შებოლილი ყველი შეგნეტა. ო, ძალიან გემრიელია. ეს თბილი არის ზეთიანი ჭადი. მოდი ახლა წევიდეთ სადმე ჯობია. ადგილს შევიცვლი მე მეგობრებო, თუ არა ასე არ გამოვა არაფერი. შევიცვალეთ მეგობრებო ლოკაცია, იმიტომ ძალიან ახმაური იყო, დახარებული იყო ხალხი, სვამდნენ, აგემონებდნენ რაღაცებს და ჩვენ კიდე ვიდეოს ვერ იღებდით და გავაგრძელოთ. სუნი უკვე გემრიელი აქვს და გემო ნახოთ რანაირი ექნება. არ მკითხოთ. ამ მაყვალის соусმა ძალიან მაგარი გემო მიცა. წიწილი არის იდეალურად შემწვარი. კინძთან ერთად გავსინჯა ვახა და ამასთან ერთად უეჭველი შეიკრება კერძი. მალადეთ. ხელები ამიწევია. ამას დავარქვევდი გემოების თამაშს. გასინჯელოად. ამას ხო ვერ ვაჭამე ვერაფერი. ამერ კერძი არ გექნება ნაჭამე. რაშობა იცი? ქათამი პირში შეფრინდა. და ასე მაყვალთან ერთად.
ძალიან გემრიელი რაღაცაა რა. ამ წვანილებთან ერთად, ეკალასთან ერთად და აი ეს ჭადივით რაღაც რო არის, ძალიან გემრიელი რაღაცაა რა. იდეალურად შეიკრა კერძი ამგენთან ერთად. ამას უეჭველი ბოლომდე შევჭამ. გეგონება მთლიანად შევოლილი არის ქათამი რა. ამასთან ერთად ამას რო ჭამ. მთლიანად შევოლილი გონია ქათამი. ავსვენდით რა ხდება. გემრიელიც რაღაცაა. მართალია 16 ლარი ახლა ძვირი არის ამისთვის, მაგრამ ასე ექსპერიმენტისთვის და გემოსთვის გასინჯვისთვის ღირს შეიძლება მისვლა და ამის გასინჯვა თვითონ არა საფესტივალო გარემოში რანაირი იქნება რა. ბეწობლის ხავი გავშევა, მეჭამე. ქათამი არის მაყულის соуში და რაღაცებია კიდე, რავი. ძალიან გემრიელია. აღარ მეჭამე. სამწუხაროა ძალიან. გემრიელად. აი, ხარენ მადლობა. ამ ვეგეტარიანელების არ მესმის რა. ირმაც ვეგეტარიანელი არის სხვათა შორის, ხორცს არ ჭამს და არ მესმის. გამკვირებია. ამ კერძისთვის თავიდან დავიწყებდი მე ხორცის ჭამას, იმნაირი კერძი არის. არ ვაპირებდი, მაგრამ შემომეჭამა. იმერეთს რო წარმევიდგენ, ამ გემოს წარმევიდგენ ამიერიდან, იმიტომ ძალიან იმერული გემოები არის ყველაფერი შიგნით რა. ეს მაყვალი, წიწილი, ეს ჭადი, რავი, ყველაფერმა შეკრა იდეალურად კერძი და ასე ძვირიც არ ეღირება თვითონ დაწესებულებაში. ეს ყველაფერი საფესტივალეთაა გამოტანილი და თუ მაინც და 16 ლარი ღირს, დიდი მაინც იქნება დარწმუნებული ვარ. ძალიან გემრიელი რაღაცა არის. ფასთან მაქვს უბრალოდ პრობლემა, თუ არა, უგემრიელესი აი. განგაძა შევჭამდი. მაგარი კერძი არის ძალიან. მაგას ერთხელ კიდე გააკეთე და დავკარგა. შენ და შენმა ძაღლებმა ხო გამიჭირდეთ საქმე მაცადე. ეს არხიც იმიტომ გავაკეთე, რომ მინდა რომ ბევრი სახეობის რაღაცა დავაგემოვნო თქვენთან ერთად და გემოები შევაგროვო რა. ვაგროვებ გემოებს. მოუცადეთ ამის შემდეგ სავარაუდოდ სვანეთში მივდივარ და სვანური კერძები უნდა დავაგემოვნო და საინტერესო იქნება და დამიწერეთ ახლა კომენტარებში რა გავსიჯო სვანეთში და ეთახა სხვა რამე დავაგემოვნო. პატარა ტექნიკური ხარვეზი გქონდა, მიკროფონს შევიდა წყალი და აღარ ისმოდა. აია, სიმონ შენ? აია. რამდენი უნდა იწვინო? ან სტუმართ მასპინძლობა არ იცი, ან ჩახუტება, ან მეობა, ქუთაისში, ხოლო საქმე გეგოურჩია, ადევიღებო მითხას. რა ვქნათ ახ ამდენი ბოთაობით. პედაჩებს მოგეთქვა აქედან. რაისო მზეო რა თქინდა ვიწვევი თუ აქანაო აცემა მეგიჯობიავა კაცი ყვითლებში შეირბინა ვიო გადაიღოს იქნება და გავაგზავნოთ მაყულიანმა ქათამმა მაგარი გამიხსნა ემენა ეს რა წვიმა უბრალოდ შიზღლავს რა არის ეგი ვიჯო ავსვენდი თაისელი ვიცხართ და ვიცით მანქანა დავაყენე საადეცე როსტაველზე იქანა ალკორიუმი რო არის იქანა და დეიქცა ქვეყანა მე თქვი რაღაცას გადევიღებ ან არც იგი მაქვს არც ფეხზე მაწვია არც ტანზე მაწვია გევიყინე ამნაირი გემოფესტივი არ ვიცი შეხედი რა შობ ჩამევიდა საადე რაღაცების დაგემოვნება მინდა მაგრამ ყველგან წვიმს ოჯე ღირ სენდვიჩი 30 ლარი ვიდრე ერთი იგი არის 30 ლარა თელგოჩ ვიყიდე ლუცად ვერ ვსვამ კიდე მანქანით ვარ მოდი რაღაცას ვიყიდი აქანა მევიტანე არა ცუდი იდეა ცოტა არ იყოს და გადაიღო სტორიში რამეს შეუკვეთავ ხვალ საქმეები გვაქვს არ ვცალია და დღეს უნდა გავსინჯოთ რაც შეიძლება ბევრი რაღაცა
აი ეს მინდა ქაბაბი. ერთი, კი. რა, კარგად გამოიყურება შეხედე. ავიდან წვიმამ კი შემაშინა, მაგრამ გადავწყვიტე რომ მე ქუთაისელი ვარ და ვერ შემაშინებს ვერაფერი და სტორიში ნახე, კაი კერძი. 15 ლარი ღირს ეს. ქვემოთ რა არის? პიურეს ბურთულა აქვს ქვემოდან. ძალიან გემრიელი არის. კარაქის გემო აქვს. ძალიან თავი კაბაბი აბა და გავსინჯოთ ეს კაბაბი. სუნიაკ იდეალური. ლუადო. გამაგარია იცი? გაგემრიელი არის. სასახო რა. მელიქიშვილის 4. მოვა და ევიყვა მწვანე ეს соуსი იდეალურად უხდება ამ კაბაბს. კათამინდა იგი არის ჩემი ფავორიტები. მართლა არ მეველოდებოდი კაბაბიდან ამნაირ გემუებს რა. ძალიან წვნიანი და გემრიელი არის. აი შეზავებული კაბაბი არის რა. მოდი ახლა ყველაფერი ერთად გავსინჯოთ. პიურე, მწვანილები, კაბაბი, ეს соуსი. დაბალანსებული არის ყველაფერი. პიურის კარაქის გემო, კაბაბი და აი ეს соуსის სიმჟავე ერთმანეთში იდეალურად ჯდება და ყველაფრის გემო მოდის ცალკე. არაფრის გემო არ იკარქება. ერთი სიტყვით ძალიან გემრიელი რაღაცა არის. ნუ არა. ამასაც ვერ ვაჭრევ მე ძახს. როიწოდე. აქ ვარ. პრეზენტაბელურობა დაგარგული აქვს, მაგრამ გემო არ აქვს დაგარგული, ძალიან გემრიელი არის. ახალი ტყემლისკენ მიდის ამ соуსის გემო. პომიდორი. გემოფესტის მუღამი. ნიგია რომ გემოებს გებულობ. იმერული გემოები არის. კი ვიძახი რომ ფასები ძვირი არის თქვა, მაგრამ გასინჯვა დღეს ერთი სიტყვით დავი. ფასი მაინც ძვირია ისე. ამას გასინჯავ, მიხვდები რომელი დაწესებულება რანაირ რაღაცა წაკეთებს და იმის მიხედვით მე მიყვალ რესტორანში და იქანა 15 ლარად ასე პატარა იგი არ დაგხვდება. ჩემი აზრით, რავი, მე ასე ვფიქრობ. შენ გეპატარა ვარ ლუად? კი ხო? დიდები გიყვარს? აი ამინდი რომ იყოს ძალიან მაგარი იქნებოდა. ხალხის სვამს, ერთობა, აქეთ გემოების თამაში არის. იმერეთი არის კულინარიის ცენტრი. მე ასე მიმაჩნია. გემოების თამაშები არის აქედან. მე ახლა არ მინდა ამდენი იგი. თქვენ ამიწერეთ რომელი კუთხის სამზარეულო მოგწონთ. მე თავიდან გევიცანი იმერული სამზარეულო ამ გემოფესტის მერე. იქეთ მჟავე, ტკბილი, ასე ყველაფერი ერთმანეთში რო გადადის, ძალიან გემრიელი რაღაცებია რა. წევით ახლა რამე სხვა დავაგემოვნე. მოგესალმებით ზემოდან. არ მიყვარს ამნაირ რაღაცები, მაგრამ აწერია რომ არ დაჯდეთო. ხო და ანუ უნდა დავდგეთ, ასე გამოდის, ხო? უღამი მეძლევა რითი იცი? რომ ხვდებით ხოლმე და მეუბნებით რომ მიყურებთ, გამოწერილი ყავართ, ძალიან мотиваციას მაძლევს მაგი და რომ მივედი მე უკვე მithქენ რომ კი გიყურებთ რაღაცა და არა, პრობლემა შეგიძლიათ მოხვიდეთ და მე ძალიან გამიხარდება პირიქით თქვენი მოსვლა და რომ ეთქვეთ მაგნაირ რაღაცას რა. აი ახლა საცხა ვნახავ გადახურვს ყველგან მე ვარ შევარდნილი შეგნით. აი იგია რომ ადგილები არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ადგილებს შეხედ რა ხდება.
მოდი აქ ქუთაისური ცუცკი მივცეთ. კოჭი რო იყიდება, იქ შეგნებულად არ მივალ. იმიტომ ჯერ ძვირი არის, ამით დავიწყოთ, რომ 30 ლარი ღირს და არის ერთი ასე დადება. ნუ რა ვიცი, მე უფრო განსხვავებულ კერძებს ვეძებ რა. ეხაც ქაბაბი რო გაჩვენეთ, მარტო ქაბაბი არ იყო, იმას სხვა რაღაცები ქონდა და კოჭს რო უყურებ და აძლევენ ხალხს, მარტო კოჭი არის. გავხედო აქედან რისი დაგემოვნება შეიძლება. აი იქ ბოტია სეზოს კუთხი არის. აქ იმაინტერესებს ისე ლუდები არის, მაგრამ მე რაფერაც ყოველთვის კი იცით, მანქანით ვარ და ლუდს ვერ ვსვამ და ისე ერთი რო გავსინჯო რა უჭერს. ერთი ბოთლი. უნდა გავსინჯოთ მე. დავე და 500-ს. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. ბოდია. გიორგი, სულ მაინტერესებდა ეს თქვენი ლუდის დაგემოვნება და კი ბატონო. რომელს მირჩევთ? ცოტა ამინდი არ გვიწყობს ხელს. კი, მაგი კი. ასეთ ამინჯის სტაუტი, შავი. შავი სტაუტი. მომმინდა სად იყიდება? ძირითადად ჩვენთან სახლ-მუზეუმში, ოტია სახლ-მუზეუმში და ქუთაისში არის რამდენიმე რესტორანში და თბილისში ერთ მაღაზიაშია. ანუ შეზღუდული რაოდენობით არის. მცირე წარმოება გვაქვს ძალიან. ძალიან გემრიელი არის და რა ვიცი. გესტუმრებით სავარაუდოდ. აი ხარა. რაფამ. მადლობა. შავი ლუდი. შავი კერა ეს არის უშავესი ლუდი, რავი, ამნაირი შავი ლუდი და ნალევი არ მაქვს და მადლობა ოტიას აქედან. დაგპატეჟა ლუდზე. ერთი კათხა რა უჭერს თქვა გევთქვი, მაგრამ 8% ქონია ალკოჰოლი. არა უშავს მე მგონი ამას ცოტას დავლევ და ნარჩენს ლუადა გასინჯავს. რო ამბობდნენ რომ კარგი არისო, ნუ მეგონა რომ ასე ინფლუენსერები და ეგენი ყველა ისიაქებდნენ, მაგრამ ლუდის ამინდი არაა, მაგრამ ამ წვიმაშიც ძალიან მაგარი ლუდი არის. განასინჯი არ მქონდა ასეთი კაი ლუდი. აუ რა მაგარია ლუადო პერო იძახოდი ხო იცი წარელუდი მიყვარსო მეც მყარებია თორმე წარელუდი არ ვიცი რა არის მაგრამ ლუდი ალბათ უნდა იყოს ასეთი იმიტომ სიტყვები არ მყოფნის რა ძალიან მაგარი გემო აქვს რა ეს უეჭველი არ მაინტერესებს უნდა გასინჯო მე რა გემო ო მე დალი მამას მე ვერ დავლევ მოლოში ნახე რა გემოსტოვებს ხო იცის თხილის პონჩი გემოდადო და რაღაცა ბოლოს არა უცნაურად კაი გემოსტოვებს აი იმენა რომ აი რო დალიო ხო და რაღაცა 1-3-4 წამის მერე რა გასინჯეთ და გითხარით რომ არ მეყართ წარელოდები მაგრამ მეც კი მომეწონა რომ წარე გემო აქვს მაგრამ იმნაირი გემრიელი გემოსტოვებს ბოლოში და საერთოდ მთლიანად რა ვიცი ბალადებს ერთი კერძსაც დავაგემოვნებ რამეს რაღა ერთ კერძს დავაგემოვნებ თუ ეს არა გერჩი ჩვენ გვაქვს ჭადის ვაფლი, რომელზედაც არის შებოლილი ქათმის ხორცი არის, ზემოდან აქვს ნადუხი და ყემალი. კი ბატონო. ბელგიური ვაფლის იმაში არის ჭადე. ვაფლი, ხო. ჭადის ვაფლი. აუ ეს ისა შენ რო არ გიყვარს მე მგონი. ხაჭო. ხო, მაგრამ გემრიელია. ციტრუსის ცედრა აქვს რომელიღაცას. აწეწილი ქათამია. ხვედა, ნახოთ აბა. შებოლილია ლუად. იმის გარდა რასაც შებოლილი ეწერა. ეს ჭადის ვაფლიც გავსინჯოთ, მაინტერესებს. ორიგინალური რაღაცა არის. ნერი კონსისტენცია რაფერ მიცენ? ჭადს, რა ვიცი. ბიო, ცოტა მოტკბო არის. ჭადის გემო ძალიან შორიდან მოდის, უფრო თბილიდან გაკეთებული რაღაცა არის. ჩვეულებრივიდან. მოტკბო არის და კერძი საინტერესო არის სხვათა შორის. აჭა, ისე მოდოვებიც, როგორც ნაჭამი. ვეღარ ვჭამ, იმიტომ ბევრი მაქვს ნაჭამი უკვე. ნუ?
ეს რო არა თქვენ, მე ამნაირ რაღაცებს ნამდვილად არ გავსინჯავდი, მაგრამ მადლობა თქვენ, რომ ამნაირ რაღაცებს მასინჯებთ და გემოების შეგროვება შემიძლია. ეს მოგიდე ქუთაისურად ხელი და პირდაპირ ჭათან ერთად. გასინჯოთ ნამდვილად ღირდა, მაგრამ შევჭამდე თუ არა კიდე ამას? მე არ შევჭამდე ამას კიდე. რაც უცნაური გემოები აქვს რა. თითქოს ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკე კაია. მაგრამ ერთიანობაში ვერ მევიდა ჩემი გემოს რეცეპტორებთან რა. წავედით ახლა რამე დესერტიც დავაგემოვნოთ და ამ წვიმის მიუხედავად გავთვლი რომ გემო ფესტი გამოვიდა ქუთაისში. წავედით. მადლობა დიდი. ლუმერსი შვენიერი ადგილი არის. ტკბილები არ მიყვარს, რაფერაც იცით, მაგრამ ეს გემოფესტი რამე ტკბილით უნდა დამეგვირგვინებია და აი ძალიან გემრიელი დამზადების პროცესი კონდა სხვათა შორის. შიგნით არის შოკოლადი, მიწისთხილი, ბანანი, მარწყვი, კიდე ზემოდან შოკოლადი და მიწისთხილი. ცუდი ვერ იქნება ვერანაირად ახლა. ნუტელას გემო აქვს. ტყვილ არ არის, მარწყვს რომ შოკოლადში ავლებენ რა. მარწყვი და შოკოლადი ერთმანეთთან მიდის თურმე ძალიან მაგრად. რაფერაც ქუთაისი და რიონი მიდის ერთად ასე გემრიელად, ისე არის მარწყვი და შოკოლადი თურმეზე. ბანანი და შოკოლადიც მასე ხო არა ნეტაი. რა მაგარია. ქუთაისში ყოფილი ეგ და დაკეტილა და რატო არ ვიცი ძალიან გემრიელი არის. ავარო ძვირი არ ქუთაისში, ძვირ რაღაცებს არ წყალობს ქუთაისელები რა. აგემრიელია. ეს თვითონ ბაბს და უძახებ მე. რაც არის უგემრიელესი არის გარედან, ა? ნეიტრალური გემო აქვს ამ ვაფლს. ძალიან ტკბილი არ არის და თვითონ იმის გემო აქვს, თვითონ რაც არის, რა. ზუსტად ტელეფონს დავხედე და ცალსაც ავხედე და ასე ერთი ადგილი არის ქარს მიაქვს. იმ ადგილს მიყვები მეც დავიჭერე რაღაცა 5 წუთი ალბათ რო არ მოწვიმს, იმნაირი ადგილი არის და ლევანდელ გემოფესტი უფრო წვიმიანი გამოდგა. სულ ვამბობ და ახლაც გეტყვით რომ მიხარია ქუთაისში რო ტარდება ამნაირი ფესტივალები, ცოცხლდება ქალაქი რა, უხარია ხალხს, მართალია წვიმა არის და ყველაფერი გააფუჭა, მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა ჩემი აზრით, ერთად დავაგემოვნეთ ბევრი კერძი. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ ქუთაისი მინდა რომ გავაცნო მთელ საქართველოს და გემოფესტი ძალიან გემრიელი ფესტივალი არის, სავარაუდოდ თუ ვნახე სხვადასხვა ქალაქებში ტარდება და იქანაც წავალ სხვა კუთხის კერძებსაც დავაგემოვნებ. ახლა მადლობა ყველას, ვინც მიყურებდით და ამდენი ხანი მომყვებით და ჩემთან ერთად ხართ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.